კარგი, დღეისათვის სულ ეს იყო? ჩათ, აბა თქვენც იძინებთ ხო ეხა? ყველა სმაილები გავაკეთოთ. ვახ. როგორ მეძინება. შუქებიც როგორ ქრება ნელ-ნელად. დიდი მადლობა მეგობრებო, დღეისათვის სულ ეს იყო. მადლობა ჩვენს წარდგენს Betson Sports. მადლობა TBC-ს, ჩვენს სპონსორს. და რა თქმა უნდა, მადლობა 5-დან 0-ს, ეს პირადად შემდგარ და ლუდისას. და ცოტა ადრე იყო. მე მეგონა რომ 3-ზე ამთავრებდი. რატო? ანუ ძიმე მეგონა რომ ძიმე უნდა ყოფილიყო 5-დან 0 და ლუდისა. აუ, და 5-დან 0 და ლუდისა. ერთი ეგეთ გადაცემა გავაკეთოთ, სადაც თითო საათი თითო წყვილი იქნება წამყვანი რა. ვიღაცა წყვილები ბევრი 10 კაცი იმას ხნათ. 10 თუ არა. შევკრა. ვისგული, ანუ აუთსორსიც ვინმე. აუთსორსიც ვინმე ხო? და ორი კაცი თითო საათი რო, ჰა? არუნა და ალექსა. მარათონი, ჰა? არუნა და ალექსა. ხო, აი მარათონი გავაკეთოთ. მე მეყოლე ჟურნალისტები. ანუ სპორტულ კონტენტს ვინც აკეთებს შეიძლება ეგ ხალხი იყოს. მე და მარტო. მე და მარტო. მე და ქორო დავსხდებით. ბასტო და ბასტო დასხდნენ, მაგრამ. ქორო და ბასტო ცოტნე და გუნდიშა, მე და შენ, ალექსა და პარუნა, კიდე ვინ? არ ვიცი რა, ჯავახა, მე აი შენ თუშა აერიო? ეგეც შეიძლება, არა, საათი ხო ის ჯობია რა ქვია. არევა. მე თუ უნდა მაშინ ადრე უნდა დავიწყოთ 10-ზე. არა, გეტყვი. იწყებთ შენ და შევარდნაძე. და მე და კალა ვიქნებით, ხო, ბაზარი. მე და ჯავახა ვაგზელებ. არ ვიცი ეს იდეა. მან ტყუპის სწავლობა დამთავრდა მე, იმიტომ რომ ბასტო ქორო, ალექსი პარუნა. ხო, მე შეყვარებულები მოდიან უკვე. აჰა, ბასტო ქორო, ხო. აი ცოტნე გუნდიშა, ქორო, ბასტო, ალექსა პარუნა. მე აღარ მინდა. ატო და მახარა. მე და პავლიკა. უი, მახარა. შენ და პავლიკა ბაზარი არა. პავლიკა და ცოტნე უნდა იყოს. არა, მინდა შასნაერთთან უნდა იყოს. მე სპირტიანები თუ არ იქნება არ მოვალ შეჩემ. გუნდიშა აჩიკოს მეწყვილია ხა იმ პადელში. ხო. კარგი, მე მოვიფიქროთ კარგად ეგ იდეაა და მახარა და აჩი შეჩემა. ნუ ერთი მაყურებელმა იცის ალბათ ის რომ მაისის ბოლოს გეოლდებათ ერთკვირიანი ლაივი კვლავ და ამ ერთკვირიან ლაივზე უფრო მაგარ რაღაცებს გპირდებით, უფრო საინტერესოს, უფრო კარგად დაორგანიზებულს. იმიტომ რომ გაცილებით დიდი ხნით ადრე იწყება უკვე ასე თქვა მომზადება, დაწერა რაღაცების და აუცილებლად ძალიან ბევრ საინტერესო რამეს გპირდებით და ამ ერთკვირიან ლაივზე ტატოს უკვე აღარ შემოუშვებთ და გაცილებით საინტერესო გამოვა. ძილის მოგვიწევს. გამერჯა ტრაქში რა. გამე ტატოსთან გადაცემა დასაბრუნებელია. აი. ეგ დილა იყო უკვე. ტატოს გეხვეწე ფული გადაუხალოთ და ხამის ეთერის წამყვანი იყოს რა. რატო უნდა ფულის გადახდა შეჩემა, ისეც იქ იქნება. არა, მე მომეწონა იდეა, ერთი წამი. რაში უნდა გადაუხალოთ? რამდენი უნდა გადაიხადოთ უკაცრავ, რამდენი შემოთავაზებთ? რამდენს იღებთ, არ ვიცი, გააჩნია ერთ ღამეში. ღამეში რამდენს? ჩვენ წავიდეთ, დავიზინოთ და ეს დავტოვოთ ხო ღამე? კაი იდეა. არა, მოიყვანოს თუ უნდა სტუმრები ღამე ვინმე, გოგი გვახარია და ვიღაცები. ღამე რაიცა საიდან ითვლება ღამე და სადამდე? პირველიდან მაქედან თქვენ 51-მდე. ხან როგორ? პირველიდან დილის 11-მდე? არა, ძალიან ბევრია. მაგაშვია 9-მდე კაი. არა, ღამის ეთერი, მოგეს ღამის 2-დან 5-მდე რო შეავსვა ეს. და 5-დან ვინ შემცვლის მე? მე ძილი. 5-დან ახლა დავიძინებთ კაცო ყველა მაყურებელთან ერთად. მაგას ყობახა მოვა და მოყვება თავის ისტორიას. კაი, შეღავაც გაგიწევთ რა, ხან ძმები ხართ რაცა 500 ლარად იზამრა. თვითონ. ვა, კაი, არ გვინდა არა, ნამეტად. ერთ ღამეში 500 ლარი. ძალიან ისეთი რიზონებულ ფასია ჩემს ეგრე მგონია. თქვენი ხათრით ახლა სხვა რო იყოს? სხვა რო იყოს, არა, სხვა რო იყოს ამ 500 ლარში შედის. არაფერი, მარტო ლაპარაკი. დანარჩენი დამატება არის. მაშინ არ გვინდა. აქ მარტო ლაპარაკია, 500 ლარში მარტო ლაპარაკი. დანარჩენი თუ გინდა, მაგრამ უკვე მოსალაპარაკეო დამატება შეიძლება. კარგი, მაშინ სხვა კანდიდატებიც ხა პრობლემაა. ვერ ვთიშავთ, იმიტომ რომ შენზე ხარ აქ. მირჩი ეთლა მართლა ვერ ჩამოყალიბდი ბოლო ზარზე ოქტოპუსის ნახატებთან ერთად ტექსტი რა დავიწერო. ოქტოპუსი ბიჭო. უშინდელს ჯობი ვარ ესე დაიწეროს. გაგიჟდი შეჩემ. ოქტოპუსისო.
ნახე ლუკამ თქვა მარტო თავისი თავისი მაყურებლის ფრაზა. თქვენები თქვით. რა ჩემები მე ვთქვი ისეთი რომელიც შენაბო მე ვთქვი ისეთი ფრაზა რომელიც არის ორშაბათობის ერთ-ერთი ხომ არა შენ გაქვს ნათქვამი და ის მაყურებლის ფრაზა. вообще არც მახსოვს მე რომ აქ ნათქვამი. მართლა. ანუ ისეთი ფრაზა რა გადაობა. შევრაგურა რა გახსოვს? ბიჭო სულ ამბობ ხა მაგას მაგრამ გადაობათ არ გადაქცეული რა. ჩემი აღარ არის ეგ რომ მე ვთქვი. ჩემი აღარ ახარა მოვარ. აი იტაცე და ჩემი აღარ არის. როგორც მე სახალხო არტისტი ვარ, შენ არავინ არ ხარ. დიახ. ბატონო. აი, დაამთავრეთ ახლა. ზაგინა, მეორე პოდკასტზე. სულად ვაჭერში მაგინდა. ჯერ პირველი ნახევარია კაცო. ჯერ ადრეა. ხო. მომეცი კაპიტანიო. კაპიტანი მასქენი რა. ვახო დაჯექია ვა. მომეცი კაპიტანი, ეგ არა, ეგ ხის სახლის არის. ბიჭო, ეგ სახსო დაიხატავს ვიღაცა? მე. ხის სახლა დაიხატა მაგარინიო რა. შემდეგზე თუ არა რომ უნდა იმას ვქნა, გამახსენეთ რა, ამოიღო. უნდა ამოიღო ფრაგმენტები. გავარჩიოთ გოლები კი რა ქონდა იყოს განხილვა ანალიზი. ანალიზი გავაკეთოთ თამაშების. აი მე მოვიტან 6-7 ფრაგმენტს ამოღებულს. აკაც ანალიზი ვახსენე. ხო და ვისაც რა ისე თქმა გაგონება უნდა ის ესმის, იმას ამოღებო შენ ანალი. და გავარჩიოთ ისინი რა ქვია ფრაგმენტები ვისაც პასი უნდა გაეკეთებინა და ოღონდ სერიოზულად მართლა კი ბატონო ისაა ჩემი გოლი სად არის უკაცრავად ჩემი მაკრატელა შენი გოლი არის ნორიოში როდის დაიდება უკაცრავად ხალხს უნდა ნახვა ხალხს აინტერესებს მე ერთი მაკრატელა ხო ნახა ყველამ გავამწერებს რომ გაუტანე და კიდე მეორე მაკრატელა არსებობს რომელიც ასევე გავიტანე აუცილებლად დაიდება ეს თუ ხის სახლის შემდეგ სტრიმზე ხალხი შემოვა და პრემიერა შეგვიძლია ეგ გავაკეთოთ ან იქ ვაჩვენოთ. და ტაქტიკური კამერები ხო არ დავაყენოთ კიდევ არამ რომ განვიხილოთ ის რა ქვია. ჩვენი გუშინ აუციეს ფოტოშოპის კამერა მეც დიძე ვითამაშე და გაასწორა. მე სულ აწეული მქონდა. და მაგის შემდეგ დაიშლება გუნდიო. საცახვების ის. გეთქვა მაინც? გითხრა. კალამ დაგტუა და უკაცრავად ყველა დაესწრება, გავიდა. ყველა დაესწრება ამას თუ აუცილებელი იქნება განხილვაზე დასწრება? მე ვერ გავიგე როგორ განვიხილავთ თან ამ სახლებიდან ჩვეულებრივად თუ ერთად ვიკრიბებთ. არა, ორშაბათობაზე თუ იქნება, ორშაბათობაზე არ გავუშვებთ ალბათ და განხილვა განვიხილოთ, დააჯობს მიწულობი თამაში. ანუ მომენტებს ვინ ამოჭრის, ანუ ვინ შეარჩევს განსახილულ მომენტებს, კალამ უნდა დამოუკიდებლად. თვითონ ეხლა მე საქმე არა, მე უჭრა ეგენი. ქვის სახლის რო იყოს კიდე ხო, მაგრამ ხის სახლი კათი შეკნავა. აბა ნახვამდის მეგობრებო. ივანეს ეძინება. მე არ მეძინება, მაგრამ გავშავა. შენზე არ მithkoms ივანე. ჩატში დაწერეს. მოწოს კრიტიკა არ გავიგო. აბა რა. გემშვიდობებით. მაიცა რა გემშვიდობებით ჩეჩემე. დონაცია არის ხო ამე? დონაცია იქნებოდა. ტატოს ფოტოშორის აქვს ენერგია რომ დილის 10-მდე იყოს და დავაცადოთ აბა 10-მდე ვერა მაგრამ იმაზე მეტი ენერგია მაქვს ბიჭებო გიორგი ღლონტის შემოქმედებას თუ იცნობთო თავშავა გწერს კი იუთუბერია გიორგი ღლონტი ასაკეთებს ლექსებს წერს YouTube-ზე არ ვიცი რა ვიცი ანუ მართლა იუთუბერია არა არ ვიცი გიორგი ღლონტის შემოქმედებაო, ანუ ეს რაღაცას მოქმედობს. რაღაცას აკეთებს. არ ვიცნობ, შემდეგი დონაცია. წერალია ან პოეტი? შემდეგი დონაცია დღეისათვის აღარ გვაქვს. აბა რა მოიგონე უცებ. ცოტნე გოჩოლეიშვილს ულოცავენ ნათესავები არ დაბადების დღეს. უღრმეს მადლობა ნათესავებო. ტატო მეტალიკის რომელ ალბომს გამოარჩევ? აუ, კაი, გათიშე. აი მოიქცე. მეტალიკის რომელ ალბომს გამოარჩევდი რა? არა, აიც რა დამთავრდა შეჩემ. მეტალიკას ხო კონცერტები აქვს ხო? ვა, გაითიშავაკო, კაი რა. Black ალბომს გამოვარჩევდი. არა, კონცერტი. შება აქვთ კი. მე მგონი აქვთ. ექნება დატოვარაღლეს არ კიდია. ევროპაში. დადიან და გიჟე. მართლა? მე ეგრე მახსოვს. კი, ათენშია. ათენშია და იქითაც პოლონეთში. ვიღაცა მიდიოდა დაჟე. დონაცია იყო. გეტყვი მე ხა მე მგონი დაჟე გაბრო ვახსენე. გაბრო მახსოვს მე ბაზებოდა შარშან ჯერ კიდე რომ ნაყიდი ქონა ვილეთები. მიდის თავისი მანქანით მიდის.
ეგ მაიონეზი ტრაქში უნდა შეასხაო. მაგორი და რომელი მანქანით მიდის? რომელი თმიდის. ხო და მახსოვს რომ მეუბნებოდა რომ ორივე კონცერტზე აპირებდა დასწრებას, იმიტომ რომ წინა გადაცემაში ვილაპარაკა, ეს 2 სააკეთებენ ეგ ჩათვალხელი. და სხვადასხვა მეორეზე შეიძლება პირველზე არ იმღერონ ყველა სიმღერა და მეორესთვის ხო შეიძლება სხვა სიმღერები იყოს. ხო მეც ეგრე ვიცი. იმდენი კაი სიმღერა აქვს მეტალიკას რომ ამით შეუძლიათ გააკეთოთ. მათ ეხავს. ცოტა ეხავს იმ კონცერტზე. ხო, ერთზე რომ მიდიხარ ახლა და იმ სიმღერას არ მღერიან, რაც გინდა რომ იმღერონ. ხო. ცოტა ეხავს. ხო. მე ხა მაგალითად ეგრე იყო პარიზში ფრანც ფერდინანდის კონცერტი. ერთზე ვიყავ, მე 2-ზე ერთზე ვიყავ. ეგრე იყო. და ოღონდ არ ვიცი, იქიდან გამომდინარე რომ იქ მამეთ პოტერი იმღერეს, შეიძლება პირველ კონცერტზე იგივე ბემღერათ. ტრაქში უნდა შეასხაის მაიონეზიო. ჰა? მაიონეზზე იყო საუბარი. როგორ რა კომიქსები? კომიქსი და არ კითხულობ. კომიქსი მაქვს რამდენიმე წაკითხული, სულ ერთი არის. ატო რომელ სიმღერას უსმენ მაიონეზს რო ჭამო? და მეორეა V for Vendetta. აი ეგ დებილი კითხვა იყო, შეჩემან და მაინც მეც გამოარჩია წაიკითხა. მე მგონი თავისი კითხვა იყო. იმიტომ რომ ტრაქში შესხმაზეც გეუბნებოდნენ მაიონეზის რაღაცას და წავშალე მე ეს კომენტარი. შემდეგი. აღარ არის რა დონაციები რა. გაბროს გონი პრავა არა აქვსო. სამაგერდ ორი მანქანა ყავს. დატოს რო აქვს რა. დატოსაც ნაყიდი აქვს. Ride the Lightning ტოპია. აი მეტალიკას ალბომები ისის ხო. ჩატ იცოდით რომ დატო თეორიის გამოსვლაში ჩაიჭრა? და მაგიდის დერბი წააგო ორჯერ. მე кайფები თუ ასაკეთებ თან. ლეგენდია შემონა მოქმედებს ამენაი და არაფერი თო გადაო. ორჯერ არა უშ მესამეს რო წააგებ. იქამდე უნდა მიიყვანოთ რომ შენ თქვა რომ დაამთავრეთო. მესამესაც წავაგებ, ეჭვაში გეპავა. და შე თუ მე მაგითი მიყვა მაგამდე შეჭამდანცებ. შენ თუ აღარ წავაგებო. არა, ალბათ მესამესაც წავაგებ. ჩემი საფეხბურთო ინდუსტრიასთან ცოტა დაშორება მოხდება. ორი მანქანას Master of Puppets and Justice for All, Black Album, Reload. ყველა მაგარი ალბომი, მეტალიკის პირველი ალბომები არის ძალიან მაგარი. უღრმესი მადლობა მინდა გადაუხადოთ ჩვენ უცვლელ წამყვანს ვერთო დიდხანს ათოთხლოს ბატონი ვახტანგ ბაციკაძე ჩვენი აპლოდისმენტების ფონს და მე მინდა გავამხნევოთ ჩვენი კონკურსანტები დებიუტანტი ბატონი სოტნე გოჩოლეიშვილი ბატონი მოწოწნიკი მაგარინიო დღევანდელი გადაცემა კი დასასრულს მოხდება ჩვენი უცვლელი მაესტრო ბატონი ივანე ხიფიანი გაიხარეთ და თქვენი მონა მორჩილი გიორგა გივი კალატოზი დიდი მადლობა სპონსორებს დიდი მადლობა ყურადღებისთვის შემდეგ ორშაბათ შევხვდებით ტრების ჯინაზე ჩვენ კვლავ აქ ვიქნებით ბოზების ჯინაზე გადიდა თავიდან შემო ნახვამდის ნინაკა გელაშვილი ლად არამოვი კარგად ზანდა მეგობრებო გადაცემა ორშაბათობა კვლავ ეთერშია ჩემი ბიჭო ბევრი და მაყურებლის წინაშე ვალში ვართ იმიტომ რომ ბევრი დავაგროვეთ ისეთი გადაცემა სადაც ფეხბურთზე ვილაპარაკა საერთოდ და ვალდებულებას ვზნობდი ახლა ფეხბურთზე მელაპარაკო შენი ხმა არ გამიგია შეჭება სულ ეს ლაპარაკო არ ამბობდა არაფერს და არგენტინის ჩემპიონატში ფატეჟორის იყო ეს გუნდი ამას ვიტყვი აუცილებლად ხორვატიის ნაკრებში რომელიც სოფლიო ჩემპიონატზე წავა ხორვატია მას გამოაქვეყნა შემადგენლობა და ტრანსფერმარკტზე იბეჭდება ხოლმე იწერება ხოლმე ტრანსფერმარკტი დებს ამ შემადგენლობაში და წერენ თან იმის მიხედვით ფასების მიხედვით ფეხბურთელები დაალაგებული ყავთ ეგრე და ძალიან საინტერესო არის და გაერთიანებული აქვს ნახევარმცველი ფორვარდები რატომაც და ძალიან საინტერესო არის ხორვატიის ნაკრების ბოლო 4 ფეხბურთელი ფასით 26 კაცი შეჩემა ბოლო 5 კაი 5 ვიტყვი იმიტომ რომ ესეც შედის ეს ტიპიც ხო მოდრიჩი ჩალეტაც არის, ხო, კრამარიჩი, ბუდიმირი და პერიშიჩი. ხო, ან 5 ვარსკვლავი ვინც არის გუნდის? ნუ გვარდიოლ. ხო, ამადგან ხო რავიშე, 20 ბუდიმირია, ყველაზე ახალგაზრდა 34-ის, ხო? ან ჩალეტაც არის შეიძლება. გვარდიოლია ყველაზე ასაკოვანი და ვუშკოვიჩია მეორეზე. და ასაკოვანი მეთქი ღირებული. ვუშკოვიჩია მაგარი მცველია, ბიჭო, როგორ მინდა ჩემი, ვინ გამოუშვებს ბიჭო მაგას? ძალიან მაგარი მცველია.
ჩაარტე კრიპტოს გამარჯვებულები ხო? დონაციები იყო კიდე. ალა მაგრამ ეძინება, შენ კი მეუბნები საღოლოდ რა მაგრამ ეძინება შეჭი. ბიჭო ხოდო რავი, შემდეგი ორ შაბათი არ მოვა, შეჭი ერთი კვირა ლაივში უნდა ვიყოთ, შეჭი მე ლაპარაკის მეტი რა მოგიწევს. გომარა ეხლა შემდეგ ორ შაბათს ხარ ლაპარაკებ, ხარცი რო გინაღამ ჩემპიონი გახდა, ელოსბერგი რო გადმოვიდა, შეჭი შემდეგ ორ შაბათს ვილაპარაკებ. ბელგრანო და იმაზე რო გელაპარაკებ. მაგაზე უკვე მორჩა ფინალი, მაგაზე ვილაპარაკებ და იმაზე რო აშტონ ვილამ მოიგო, მორიგი. რანაირად მართლა გეუბნები. რანაირად ინარჩუნებ რას? ძალას, ხო. რომ გაინტერესებდეს ეგეთი რაღაცები ისევ. რატო რა ვქნაბა, შეჭი მოკვდები მე და მე ვაფერ არ დამაინტერესებს და სანამ ცოცხალი ვარ? გაიგო რა, მოკვდები, შენს მოკვდები. Surprise. გავიგეთ ბიჭო, მაგრამ მაგრამ ეხლა სანამ ცოცხალი ვარ, იქამდე მაინტერესებს, რომ მოკვდები ყალეზე მეკიდება, შეჭი ბელგრაუნდზე River Plate. ანუ 3 საათი ლაპარაკი არ ყოფნის და მე-4 საათზე უფრო ხოძე ხარ შეჭი და ეგ მიკვირს რანაირად ახერხებ პროსტო რომ ეგრე გადარდებს რაღაცები რა. ბიჭო, რავი, მათარდებს რა. ოჩახს, რავი. ინტერესს ვინ არჩუნებ ცხოვრების. ყველაფერი ყალეზე დავიკიდე, ყველაფერი შეჭი რაღაცა ექნება მაშინ. არა, საღოლ, მე აღფრთოვანებული ვარ, კაცო, მაგ უნარით შენი, იმიტომ რომ არ არის იოლი მაგის გაკეთება უბრალოდ. ამ გადაცემაში მეორე წამყვანიცაა და 3 საათი გადაცდება ხოლმე. აგინა გასული იყავი, შეგეძლო დაგეძინა, ყველები გეფხანა და ბიჭო, ხომ არ რომ დასასრულს ხონა შემოვიდეთ და დავამთავროთ. მაგერ ხარ მე. ახალგაზრდა ბიჭი ხარ, გალა ეხა. ცოტა მეტი ენერგიულობა. აღარა ვარ ეგეთი პატარაც, დატო. პატარა ხარ. 33-ზე ვარ. 33 რა არის მე პატარა ხარ. ეს გადაცემა დაიწყო, მე ვიყავი 34-ის. არა, მოიცა 20 დავიწყე, 2019-ში. 33-ში ვიყავ. არა. არა, 34-ში ვიყავ. 2019-ის სექტემბერში ვიყავ 34-ში, 35-ის გავხდი მალევე. 34-ის ვიყავ, ხო. არა, უშავ, შემდეგ წელს იქნება. შემდეგ დაბადების დროზე კალა გახდება იმდენის, რამდენისაც მე ვიყავ 20-ის გადაცემა დავიწყე. ეს. დავშენ, ეგეთი სევდა მინდა თვალებში კონდეს იმ დროი, მაგრამ რა აქ უკვე შეჭი. ჰა? არა, მე მქონდა მეთქი. ეგეთი სევდა მინდა კონდეს თვალებში, როგორც მე მქონდა მაშინ თქვა. მე გამახსენდა, მე დიდი სევდა არ მქონდა, ამას აქ შეჭი მაგას პირიქით. კაი, მოდი გამოვიდე. მინდა რომ ეგეთი მხიარული იყო, როგორც მე ვიყავი მაშინ. არ გასულს პირველი გადაცემის რა ვიძეო რა თვალები მაქვს შეჭამა. პენივაიზერი ხარ, პენივაიზერი. ხო, ეს ისე ვიყურები, რატომ ყაც შეჭამა და ანეთ. вообще სხვადასხვა ადამიანები მოვიდა ის ტიპი ვიღაცა და მე ერთკვირიანი ლაივი გველოდება წინ, შემდეგ ორ შაბათს რომ დავიწყებთ გადაცემას, აი რომ სად მიდიხარ და სად გარბიხარსო და ეს გადაცემა არ დამთავრდება და არა, როგორ არ დამთავრდება. შემდეგ ორ შაბათს წამოხვალ ნორვეგიაში მე. რა ვარშვის შეჭი. აუ დაგვინწრაჩ. კაი, არ წამოვალ თუ. არა, არ ვიცი, მოვიფიქრებ. და ეს არა ნახე. ხო, ახლა რა დავფიქრე. აი, ესეთ კონდიციებში ვიყავი, ძალიან დამეზარება 1 საათი მგზავრობა შეჭი. მე თან ახლა იქ მოითხოვენ კიდე რომ ისე წინა შაბათის წინა მსგავსად იქ რომ გავათენო. მე გავათენი შეჭი, რა იყო. ბიჭო, აი რა, მე ხედავ, არ შემეძლება. ასე პირით მოვიხო. დავით, შევხედავ რა. არა. ჩათ, წავიდე ჩათ. არა, მოიცეთ. ხახი თუ ვითხოვს ამ. აი ხონა მოემზადო შე რა შემდეგ ორ შაბათობაზე რომ უნდა წამოხვიდე ჯერ ესეთი აუცილებლად. აბა რას მეკითხები თუ უნდა წამოვიდე. ჯერ კითხე შენი განწყობა მაინტერესებს. ეხლა შემდეგ ორ შაბათს მოხვალ გამოძინებული. და ყველაფერი კონდიციებში წამოხვალ და მე მიიძინებ იქრავი როცა დაგეძინება მიიძინებ სადმე გაგიშლით. ხო, ეს ხალხის წინაშე ძილი აღარ მინდა შეჭი, მაგრამ ასე სტრანი იყო. ბატონო უცნაური იყო რა. შენერი მიმები წამოვიდა. ხო, და ძალიან კაი, ერთი მიმები საკმარისი არის ერთი წლისთვის. სტრანია შეჭი, კამერის წინ ძილი ცოტა და ორჯერ მეძინა. შეჭი, მთელი კვირა იქ მე კამერის წინ არ მეძინა. ხურნავდი გიჟებით. მაგრამ არ გააკუო თორე, ხრინო არ აუშვს. ხო და კაი, რა გინდა იმას ვქნათ, კიდე გავიმეოროთ. ეს უნდა მოვიფიქრო რაღაცეები, ჩემი რუბრიკები უნდა გავაკეთო. ახლა მაინც ახლა ლაივში ვიქნებით. ერთი კვირა უნდა გავიშალო ხელები და მე უნდა გადავიჯვა თავზე. რაღაცა ყალეობები უნდა ვაკეთო. ერთი კვირა რუბრიკები გავაკეთო. რა მე უნდა მოვიფიქრო. მარტივი აღმოჩნდა ეგ პროსტა ძალიან. თატო, შენი ხამის ეთერი არის სულ შენი. ხამის ეთერში დაჭიქი. და ილაპარაკე შეჭე. არა, მე ხა შევეგუები და მსოფლიო ჩემპიონატის გრაფიკზე გადავალ აქედან. ხო, ხამის ეთერში დაждები. მაინც ამერიკიდან ვიყურებ. ჩატთან ილაპარაკებ ძალიან ბევრს, რავი. ირლანდიიდან კომენტარი იყო წეღან და ეგრე იგივეა.
ირლანდიაში ჩამოდის მეტალიკა და ბილეთი მაშონინეო. მე როგორ გაშოვინო ბილეთი ირლანდიაში თუ ხარ? იყიდე. დუბლინში ისე ძალიან მაინტერესებს. აი ეს არის კაცი, რომელსაც არ აინტერესებს აღაფერი. რა ეგეთი აფერი გამიგია. არაფერი რატო არ მაინტერესებს? მოგზაურობა კი არა დანო რაღაცა სტრანია რა. მე ბიჭო სუერთის მუღამი მაქვს ხოლმე, სამე ჩავიდე რაღაც ახალი ვნახო, ახალი ქალაქი. აი დუბლინში მინდა ძალიან მაგალითად, ძალიან დიდი ინტერესი მაქვს რა დუბლინი ვნახო, მით უმეტეს დუბლინელები რო წავიკითხე ჯოისის იმის მერე მომინდა რა. კაც მაგის დუბლინში ჩავიდე და დავათვალიერო. მე შეიძლება ულისაც კი წავიკითხო ჯოისის. ეგ წიგნი ისე გადადებული მაქვს რა. დევს ხოლმე და ხანდახან გავხარ. არ მე მოგზაურობა არ მიყვარს, არ დავმალავ. ცნაურია. ძალიან არ მიყვარს. მართლა აი მუსიკა არ მიყვარს რომ ამბობენ ხოლმე და ახლა ეგეთ კატეგორიაში გადის მოგზაურობა არ მიყვარს. ძალიან ცნაურია. ან გიჩვენა სახში იჯდეს ეჩემა პროსტა? პროსტა არა. რაი, სახში იჯდა ანძრევდე? კაი პერსპექტივა მოგეწონაო. სახში ვიძებ თამაშობდე მაგალითად ფილმს უყურებდე რაღაცა ეგეთი სიყუდრო ბიჭო ეგ მეც ვასება ახლა სიტუაციაში იჟი კი არ ვარ მეც მისწორდება გამსწორებია ცხოვრებაში მოგზაურობაც გამსწორებია ძალიან მაგრად მაგრამ არ არის ჩემი დიაფიქსი ეგ რომ ვიმოგზაურო რა რავი კარგია ხე ბიჭო ეს ცხოვრება არის შენ სხვა რაღაც შენ ამბობ რომ იმენა შენ აი მოგყავს ან სოსო around the world უნდა იყო ან კიდე უნდა იჯდეს უსახში შეჭრა არა ხანდახან ხო წელიწადში 1-2 შეიძლება აკოსავით უნდა წახვიდე იმაში იაკუტიაში ან იჯდე გაუთავებად სახში და არა შეიძლება წახვიდე პარიზში და ეიფელის მაგარი მახატია აუ არა რა გავაკეთო მაგარი მახატია ხა ჰემინგუეი რა კაფეშიც დადიოდა მე იკრუასანს რო შევჭამ რა კარგი ამას უჭამდა ამ დროს წერდა და გავიგე ეს ლიტერატურული ისა გასაგებია Midnight-ին პარიზს უყურებ და მე იქ რო ხარ თუ რა ვიგეთ არ მინდა ნორიოში წყნარად კიდრე პომიდორს მოვიყვან იმ ჟერძოში ანუ ეგ უფრო გამისწორდება ვიდრე ეგ ბიჭო უფრო გაგისწორდებაზე არ არის აქ არის ლაპარაკი რომ ორივე აკეთო ისიც მოვიყვანე ხო და ვაკეთებ იმასაც ეხა საერთოდ არ მეოსებოდეს ხო არ წავიდოდი არსად არასდროს ხო არ ნამყოფი რამდენიმე ქვეყანაში ევროპულში ამერიკაში სიამოვნებით წავიდოდი მაგალითად მაგრამ შენსავით ეხა ეს ჩალიჩი დავიწყო რაღაცა არ მარშემილი არ მინდა თუ იქ ჩავარდება პონტი რომ ყველანი წავალთ მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანი არის თუ მივდივართ სასტავი მარტო ეხა დავადო თავი და წავიდე არ მინდა მარტო არ ზეუნეო ვინმე რომ წადიო მარტო რა დაწახვიდი სასტავი ეს ბიჭო ამასთან ერთად სიარული შეჩემა ანუ ჯერ არ იყო ისა რა ქვია გადექი წავედით ეხა ის უნდა ნახო აუცილებლად ეს უნდა ნახო 2 საათი ხარ ჩამოსული და რატო გძინავს რაღაცა ტვინს წაგიღებს შეჩემა მე ისა რა ქვია დილის 8 საათზე აგვაგდო მე და ლუკა შეჩემა ამ ბიჭო გავიყვი არმის ან მიდის ეს ოლიმპო თუ პომპეი თუ რა ქვია იმას ადექით ეხა უნდა ჭამოთ წავიდეთ მე გიდი შეჩემა მე იყო და ისა რა ქვია ღამე ხრინავდიო და TikTok-ები ჩამოვხდო ბოლოხმაზე ანუ მითხარი მე გადატრიალდი რაღაც TikTok-ები ჩართო რომ ეგო ყავას იკეთებდა ღამის 3 საათს შეურაცხადი არის შეჩემა აი ნეაპოლში მეორედ რო ვიყავით და შენ სხვა წასვლებს ურებ ხა ერთმანეთში არაფერს არ ურებ იმიტომ რომ ვიცი ხო სხვადასხვა იყო კაცო მაგრამ მე მithkomს ერთ პაესტკაზე იყო ეგ ორივე ნეაპოლში იყო ხო მე წონა მქონდა ძალიან აკრეფილი და ბიჭო მткиოდ ხერხემალი მткиოდა რომ დავდიოდი ბევრს ბიჭო არა ნუ ჩემ სპილოსავით იყო გაიარა ეხა წონა მაქვს დასაკლები ორი ქუჩა გაიბო გამარა ცუდად გახდა შეჭი 20000 ნაბიჯ გავდიოდი ეხა 20-დან 25000 გავდიოდი და ეს იმენა არაჩე წამო ეხა იქ მივიდე ეხა შევალ მაღაზიაში შევიდო და შეჩემა დაიკარგებოდა ფირფიტები უნდა ვიყიდო ისინი და ვიყიდო მე პიცაზე ყოველ წამოვედის მაგ ფეხით ბიჭო მე ვცდილობ რომ ჰა პაკე მან ნეაპოლში მე ვცდილობ პარიზი ნორიოსთან ახლოსაც ვერ მივა მე ვცდილობ რომ ცხოვრებაზე მიღება სიამოვნება ნუ ეხა მიღება ჩემთვის არის მათ შორის მოგზაურობა რა და იმ ქალაქებში ჩასვლა სადაც არ მიცხოვრია და არ ყოფილვარ და მე ვასწება რა პარიზი არის ძალიან პარიზი ანდერრეიტედ არის იმიტომ რომ ძალიან ის არის გაპაპსავებულია მე რა რომ გაპაპსავებულია ძალიან მაგარი ქალაქია ხო რომიც არის ძალიან მაგარი ქალაქი ძალიან ბევრი ტურისტი პარიზი ძალიან მაგარი ქალაქი როგორ ითია ძალიან აი რა გისწორდება ყველაზე მეტი სიტუაცია გარემო რავი იმეზე ჩემო საჭმელი ყველაფერი კაია ну ხო რავი ყველაფერი კაია რა ბევრი ქალაქია ეგეცაც ყველაფერი ხო და რა ვიცი ხა განსხვავებულია სხვანაირია სხვა კულტურაში იჩიტები რა სხვა კულტურაში კაი ერთე იგივე მთელი ევროპა რა
თანადარ ერთ და იგივე შეჩემა პარიზი და რომი ერთ და იგივეა მე რა რო ისე ნაგებობებია რაღაც მიმსგავსებული ერთნაირი ბაროკო დაახლოებით ევროპა ერთი ისე როგორ ბიჭო იქ ტრიუმფალური თაღი დგას შეჩემა და აქ ისა კოლიზეუმი ანადარ ერთ და იგივე თაღი დგას ყველგან ბარსელონაში თაღი რომა ხა ის სხვა თაღია ტრიუმფალური თაღი რაღაცა ხო რაღაცა ისა შეჩემა ლეგოს კონსტრუქცია ნიკოლაზო არ გაარი თონია ხო მე ეგეთი აი შანიძეზე რო არ კარი სასახლე რო ეგეთი არ კარი შეჩემა იქა რა ქვია ბერლინში კიდე ის რაღაცა ბერლინში არ კარიბჭე თუ რაღაცა ბანდენბურგი ხო რა გავიარე ვერც მივხვდი რომ გავიარე შეჩემა აი უკანარიო გამოიარეო ყოველ შემთხვევაში პარიზში ტრიუმფალური თაღი წესია ხო, ნუ ისტორიული მონუმენტური ისინია გასაგები ბერლინის კედელიც. რომ ნახე კი ასწორებს, ანუ კარგია რა, კარგია. მაგრამ შენსავით ვერ ხურდები ეგეთ. მაგალითად როგორ რაღაცას გეუბნები, ვიცი, მაგალითად თაღი შემარჯვა ტრაქში. ვარშავაში ყოფილვარ. გეტოს საზღვართან ვიყავი. აი, პირდაპირ ხატია რა იატაკზე ესე. იატაკზე მეთქი ასფალტზე. ხაზია რა და მიყვებ. შეგიძლია რა გაყვე ეს ჩანს, რა სად იყო გეტო. არაფერი აღარ არის ახლა არც ერთ შენობა არ არის ზოგი არის შეიძლება შიგნით მაგრამ უმეტეს საზღვარზე ახალი შენობები აშენებული იმიტომ რომ ეს ზოლი შედის ამ შენობებში რა მაგრამ უყურებ და იცი რომ აი ამის იქით იყო გეტო აი დგახარ ახლა და ეგ ზოლია აქეთ არის რაღაცა აქეთ არის ვარშავის გეტო შეჩემ და ებრაელები ყავდათ გამოკეტილი და მე რაღაც მოკლეს რაღაც უბედურება აჯანყება რაღაცები 1000 რაღაც ხდებოდა ხო ისტორიული ადგილია შეჩემ ხო შეგრძნებები გაქვს რაღაცა რომ ამ ადგილას რო ხარ სადაც ეს ხდებოდა არც ისე დიდი ხნის წინ და კოლიზეუმთან მიმართებაში მაგალითად იქ რომ მიდიხარ იმაზე გაკ პირიქით შეგრძნება რომ აი აქ 2000 წლის წინ 2200 წლის წინ ვიღაცა ტიპები დარბოდნენ და ხოცავდნენ ერთმანეთს და ლომებს ებრძოდნენ და იმპერატორები ნერონი და ვიღაცები იყვნენ ნერონი შენ და ნერონი ერთ ადგილას გაიჩიტეთ ანუ არ არის ხა ეგისა არა ხო კარგია ისტორიასთან რაღაცა შეგრძნებები გაქვს ბიჭო შეგრძნებები და პირადად რომ ნახულობ რაღაცას რავი ჩემთვის ძალიან ისაა რა მე ვასე ეხლა მაგალითად თუ ოდეს მე ამერიკაში თუ აღმოჩნდი ნიუ-იორკში თუ აღმოჩნდი პირველად მინდა ვნახო წავიდე Natural History მუზეუმში მივიდე. ეგ არის ჩემი პირველი მუღამი. თემი ქალაქში, რომელიც ხა ძალიან დიდი ქალაქია და ბევრი რაღაცას ანახავი, პირველი მინდა ეგ ვნახო. ისევ როგორც პარიზში, როგორც კი ჩავედი, პირველივე დღეს გავქანდი და სასაფლაოზე წავედი პერლაშეზე შეჩემა, რომ მორისონის საფლავე მენახა რა, საფლავზე მივედი. კვალი და შეგეთ ძლებია ტიპის, ხო? მაგრამ გამისწორდა რომ მორისონის საფლავთან. ხო, არა, ტურისტული საიტსინგია ხა ეგ და ხო, მევასება, ანუ შეგრძნებები მევასება, რომ ისევ როგორც კარგად რო ჭამ რაღაცას გემრიელს რამეს და გევასება. მე მოყავდი, მოყვები რომ ვიყავი იქა და კაია, კი, ეგეც კაია. მოყვებაზე არა, მოყოლაზე არა, შეჩემა შენ მე მგონია რომ ადამიანი რაც უფრო მეტ რაღაცას ნახულობ სოფლიოში, იმიტომ რომ ეს არის ერთ-ერთი სოფლიო რომელიც გაგვაჩნია და ეს არის ერთ-ერთი ცხოვრება რომელიც გაგაჩნია, რაც უფრო მეტ რაღაცას ნახულობ, უფრო მდიდარი ხარ. ხო და მე ზეპირად ვიცით რასად არის შეჩემა რა. ბიჭო, ხო და არ არის იგივე თქო, მაშინ იგივეს გეუბნებოდი რა წერან გითხარი რომ კონცერტზე თუ ამბობ რომ ლაივზე კიდე წასვლა და მაშინ ჩარტი YouTube-ზე იგივე ხო არ არის შეჩემა. იგივეა ესეც ტელევიზორში გამოვავლინოთ, მოდი გამარჯვებული. კოლიზეუმს არ არის იგივეც ლაივში ვნახავ. სადი მუხადგვერდში აგერ შეჩემა გეტყვი. ჰა? მუხადგვერდში წადი. ყოფილი მუხადგვერდში. ბაბუაჩემი და ბებიაჩემი დასπლოებული. და გამარჯვებული გახდა აჩიკო მეტრეველი. $500 კრიპტო. ნახოთ რა კრიპტო აქვს შეძენილი. თუ ჩანს. ბიტკოინი. ბიტკოინი $500 ბიტკოინი. აგერ ვაკოს თუ დაუჯერებთ დიდი მას რა ქვია კრიპტობროს 2030 წლისთვისო $500 ბიტკოინი შეიძლება გახდეს ვაკო რამდენის? ბიჭო. არ მიახარ ბიჭო და რაღაცა. დიდაპი რა მილიონში ხო არა გაქვს? მილიონზე ავაშე. მილიონზე. ერთი ბიტკოინის რეალურობა შეიძლება. ო ეგრე ვარაუდობენ რამდენი ხანია შეჩემ. 78,000 დღეს ახლა. აჩიკო გახდეს მილიონი, ანუ 12-ჯერ მეტი? ესე იგი, ესე იგი $6,000 იქნება $500 თუ ეგრე მოხდა, თუ ეგრე მოხდა. ეს იყო და ეს. არა და რომს დაიკლოს. კი არა, რომს არ მოიმატოს, ეგრე დაკლებით ალბათ არ დაიკლებს და ყველა ვარიანტში. $500 ბიტკოინი ძალიან კაია. რატო გამბეცინე ხან კომენტარზე არ ვიცი, მაგრამ კილო ცავაჩიკო, ერთი $200 ბიტკოინი ხო არ გაქვს ზეგამდე.
ტატო რამე ალბომი მირჩიო Tales of Mystery and Imagination ეგ არის ჩემი დღევანდელი რჩევა თქვენთვის ყველასთვის Alan Parsons Project-ის დიდებული ალბომი რომელიც ადრეც მირჩევია მაგრამ კიდევ ერთხელ გირჩევთ Tales of Mystery and Imagination Edgar Allan Poe-ს ნაწარმოებების მიხედვით დაწერილი დიდებული ალბომი თან ექსპერიმენტთან ისეთი თავისი ჟანრში პირველი იყო უი სხვათა შორის Chicago Bulls-ის ის ვარ სიმღერა ხო იცით და მაგათია Alan Parsons Project-ის არ Alan Parsons Project ძალიან დიდი მაგარი ჯგუფი იყო და Alan Parsons-ი გენიალური კაცი იყო და პირველი ორი ალბომი აქვს ასეული ჯერ iRobot-ია პირველი ალბომი და მეორე ეს Tales of Mystery and Imagination მე გირჩევ Tales of Mystery იწყება სექსი და მუსიკა გადაცემა და მე ამით გემშვიდობით მე ვიყავი გიორგი კალატონი სექსი და მუსიკა გადაცემა სექსი და მუსიკა რა კაი კონცეფტი არის სექს რას უნდა უსმინო სექსის დროს ესე იგი თუ ზემოდან გაზის ქალი მაშინ რაღაცა თუ უკნიდან ხარ თუ არის 69 თუ არის მაშინ სხვა ისინი სიმბოდა რო აჯდია თაგებშდობებით მეგობრებო კალა დატო გელოდებით სოფლიოზე კომენტირებით სულ ტყუილა აბაჰე რამე ხوار გამოგჩა რამე არ დაგჩა ხო ყველაფერი თემაც იყო ისეთი არა თემა დაგჩა ბევრი კაცო მაგრამ ისეთი სათქმელიაც იყო არა ისეთი სათქმელიაც იყო რაც გვეწერა დღეს ხო მაგას გულისჩა ჩარიხინდა ჩემი სახელია იყო მაგრამ არა გარავშოს ანდროს მადლობა ესე რენდომად აღმოჩნდა მართლა ორშაბათობაში ესე გამოდის ხოლმე კარგი ეს ბუნებრივად რა ანუ გაასწორ მე მაგრა გამისწორდა ჩვენც მაგრა გაასწორ ლაპარაკიც სოფლიოზე თან სულ ეგრევა რა სოფლიოზე ბევრი ლაპარაკეთ საბოლოო ჯამში დიდა ვერა თუ კიდევ ვიყოთ კიდე რა მე ვიქნებოდი მაგრამ აძებს არ უნდა არა უშავს კაც რა ის ახში გინდა წასვლა დაძინება შეჩემა და მეგონება ეს გადაცემა მეგონება არ მუშაობდეს ესეც ჰა ალბომებზე რაღაცებზე მაინც ილაპარაკეთ ყველა წერე ის ფაქტები აბა ბიჭო რაზე აუ იმე დავაი მე წავიღებ ბიჭო ხან რა ფაქტები ხან როგორ არის გააჩნია ბიჭო ნახე მომისმინე არის გადაცემები, როდესაც გონია რომ აი შევდა და მორჩა. არა, კი არის ხომ. არის ხომ. გონია, შეჩემ არასდროს არ ჩერდები შენ. იმ დღესაც რომ ამბობ რომ ყავა უნდა დავლეყოთ. მე არასდროს არ ყოფს. მეძინება სულად ვარ რომ ამბობ, მაგრაცემაში 4 საათი ბაზრობ. მე ბატონო, აი ხა რომ მიმიშვა. ხო და არ მიშვე. აი საქმიანად 1 საათი ვილაპარაკებ, რა მართლა. თავისუფლად შემილია 1 საათი მინიმუმ ვილაპარაკო საქმეზე ზონა სოფლიო ჯერმანია მიყვება და ვილაპარაკო ლაივ მაყურებლისთვის მაგალითად ეგ ძალიან კაი ეხა ვისაც აქ ტელევიზორი ჩართული მაგრად უსწორდება მაგრამ შენ თუ ფიქრობ რომ ამას მე ვიღაცამ უნდა უყუროს კიდე ჩანაწერში ძალიან დიდი 4 საათი პოდკასტი მაგრამ მე გამსწორებია ძალიან ფრენა მქონია და აი თქვენი 3 საათიანი ის რომ იმას მექნია და სამშაბათს თუ მაქვს ფრენა და აი ცხელი თემებია მაგრამ გამსწორებია 3 საათ ნახევრიანი უკვე არის მაგასაც გეყოფა კი 9 საათიანი უეჭველი არა ეხა ვიღაცას გაუსწორდება უეჭველი 3 საათს დაუყარო 3 საათ ნახევარი უკვე არის თქო მაგას ვამბობ ანუ პატარა ხო არ არის ეხლა თან დატო რას ამბობ ცი რომ თითქოს აი ეხლა რომ დამთავრდეს რა პატარა გადაცემა გამოვიდა რა ანუ აი არ ამბობ მაგას არა ესე ჩეგზნება გქო აი ვერ დაიხარჯე რა არა მე პროსტა მე ანუ მე ხარისხი იკარგები ჩემი აზრით ბოლოს ეხლა მე წინა გადაცემაზე წასვლით გისმენდით და ისედაც ბოლოს ხარისხი საუბრის და შინაარსი ფუჭდება აღარ არის ეგეთ სანახაობრივი და კარგი იმიტომ რომ შენ როგორია რომ არ დაიღალე უკვე გადადიხარ რაღაც თემს ეძებ ხოლმე ხშირად და არ მაქვს ხა თემას აძებნელი სოფლიო ჩემპიონატზე არ გულაპარაკია თქო ისე რომ შემიძლია კიდე მაგას გულაპარაკო მე ეხლა კონკრეტულად ყოველთვის გარეგავნე ყველა გადაცემა შეგრია ბეცონის ის გვაქვს გადაცემა რაგერ როდის გაქვს პირველი არ გეტყვი ეხლა არ გაქვს არა ამდენ დღეში გაქვს არა ყლეზე მკიდი არაფერს არ ვეტყვის ამ ჯუმათო კაი ბუდეტატო აბა არის შეჩემა ისე მიტევთ გეგონება იმას რომ ატრაკებდი რაღაცა ყლებას ლაპარაკობდი რომ ვინ კიდევ შეჩემა გიხსნი რაღაცას რომ ბოლოსკენ 4 და 5 საათი რომ ლაპარაკობ ხოლმე აი მე პირადად ავიგე მე კი არ გეუბნები რომ არ არის თქო ეგრე მე გეუბნები სხვა რამეს ვამბობდი მე ვთქვი რომ ზოგი გადაცემაა რომ შეიძლება 3 საათში ვთქვათ ზოგი არ შეიძლება 2 საათში ვთქვათ გააჩნია როგორი უიკენდი იყო რა ხდებოდა ჩვენ როგორ ვიყავით ბევრი ფაქტორზეა დამოკიდებული კონკრეტულად დღეს გეუბნები მით უმეტეს ამ დროს იყო აგრე და ბევრი რომ ვილაპარაკეთ ახლა თავისუფალი ფორმატი გვაქვს ხო ძალიან ხშირად რაღაცა მონაკვეთები გაგვექცევა და რაღაც როგორ არის ჩვენ რო გქონდეს აი რო თქვა თავიდან რომ 2 საათში
ამთავრებთ გადაცემას ყველა ვარიანტში. გვექნებოდა განსაზღვრული ისა გრაფიკი და რაღაც თემებზე ვილაპარაკებდით რაღაცა დროს და რაღაც თემებს ვაფშე არ გავშლიდით. ეხლა დონაცია რო შემოდის რაღაც ერთ დონაცია შემოვიდა წაიკითხა ნახევარსად ვილაპარაკეთ მე რაღაცაზე შეჩემა ისეთ რაღაცას რომ არას დუმფრისის ტრანსფერზე ვაფშე არ ვილაპარაკებდი და არაფერს არ ვიტყოდი შეგრძნება რატო გაქვს რამე დააკელი შეჩემა იმიტომ რომ სოფლიო აი ვაკოზე ვადაოდი ფაქტები ჩამომიწერა სოფლიო ჩემპიონატისთვის რა დოხუია შეჭა არაფერი არ მithქვამს არც ერთი არა უშავს არა ბიჭო არა უშავს არ მგეუბნები რეპორტაჟი არა უშავს რა თქმა უნდა რეპორტაჟის დროსაც რა თქმა უნდა არა უშავს მე სხვა რამეს გეუბნები ეხლა რომ გავაგრძელოთ თქო კიდე 1 საათი მეთქი სოფლიო ჩემპიონატის გარშემო შემიძლია ეს 1 საათი ვილაპარაკოთ თქო აი ამ დროსთან ერთად შემიძლია 1 საათი ვილაპარაკო რომ აი კლუბ გადავყოთ აბა ამ ჯგუფში არ ვილაპარაკე ეგრე ხო არ ვილაპარაკე სოფლიოს ხო მაგას გავაკეთებთ 10-ში ბეცონზე ზეგ 4 შაბათს დღეს ესე წაიღო თუ ეგრე ძალიან გინდოდა შეჭება გეთქოთ ეგ გავკეთებინა კაცო გეთქვა ვაკოსის 5 წამი არ ვიცამაშტა რომ რაღაცა ქრონომეტრაჟია რა შეთო ჩაჟდი ჩემი აზრი რა რაღაცა გითხარი თო გითხარი რომ არის რაღაც არის დღეები თქო როცა ეს რაც ახლა გავაკეთეთ საკმარისია არის დღეები როდესაც აი ხა მაგალითად შემილია თუ კი არ გონებუნა ვქნა მეთქი შემიძლია მეთქი მაგას გეუბნები ეგ თქვი ეტი არ მithქვა ვფიქრობ ბრაზილია მაროკოზე უნდა გვექნა თუ უნდა გვექნა რამეზე იმიტომ ბრაზილიის პირველი თამაშია და ამას გაუსწორდებოდა თან 2 საათზეა და გაკაჩავდა რა რა სიტყვი რა აღარ გისმენით ბიჭო ვიღლებით ედამოთხნული შეჩერა აი მე გეტყვი და აი კიდე კაი მე გეტყვი არა ბიჭო სხვა რაღაც იმაზე კონცენტრირდებოდი რაღაც ყოველთვის მეჯმევა ჩატში მე ნახე როცა ამბრო გადაცემა დაამთავრო და შენ რო არ ამთავრე ანუ მე მეჯმევა ყოველთვის ანუ სუ ეგრეა რა და ეხაც ეგრე არის რა ჩატში ამბობ რომ აი ყალას აღარ გააჯვიდა დავტოვე დატო დაგვიტო ანუ ხო და ემოციურად ჩემთვის ხა 3 საათი რო ლაპარაკობ ანუ მე ესე ვარ მოწყობილი დატო ესეა კაცო ანუ ძალიან კაია პირიქი ძალიან დიდი პატივია 3 საათი რო გისმენს ადამიანი და კიდე რომ უნდა რომ დარჩე მართლა დედასპიცა ვარ მადლობის მეტი არაფერი არ მეთქვის მაგრამ long term-ში რო ავიღოთ ანუ მე ამორშაბათს რო ამოვწულავთ რაღაცებს და შემდეგ ორ შაბათი რო მოდის სასაუბრო თემები მე რო ნალაპარაკე აი მაგ შენც მობეზრებული გახხომე რო გატყობ რა იმ თემაზე ხო ერთ-ეგივეს კეპნაა და მაგიტო ამ ქრონომეტრაჟმა დღეს შეიძლება კაი საქმე გაკვეთოს რომ დიდი ხანი ვიყავით მაგრამ შემდეგ ორ შაბათს ცოტა დაგვაგდოს თქო ანუ ეგ არის რა ანუ და ის დამოკიდებულება რომ მე ის არა ქვია პირველი საათი რო გადაცდება და ცოტა ვიღლები და აღარ შემიძლია იმ ხარისხში რო ვიყო ეხა ესეა მეც ამ გადაცემის ნაწილი ვარ და მე უნდა გამithვალისწინოთ თქვენს და როცა არის ხოლმე რომ კალა ელები გაუსპამეთ და ძაძი და გააჯვიდა რაღაცა არ არის სწორი ხა ჩემი აზრით რა ანუ ამდენი წელია ვაკეთებთ ამ გადაცემას მართლა და არ არის რთული ის არ არის რთული ძალიან რთულია აი ესეც რო იწყებს ხოლმე ლაპარაკს ეს მოყოლილი მაქვს თუ არა ეს ნათქვამი მაქვს თუ არა ანუ რაღაცები უკვე ტვინი მოუტყანეთ ერთმანეთს რომ აი ეს მოყოლილი მაქვს გართულია ხო რთულია მეგობრებო და რავი ხა თუ გინდათ რომ ეს გადაცემა დიდი ხანი გაგრძელდეს ჯობია რომ 8 საათიანები არ იყოს ჩემი აზრით იმიტომ რომ მე დამთავრდება ვიღაცას ამოასხამს ხელში და იტყვის რომ აღარ შემიძლიაო და მე საერთოდ შეიძლება აღარ იყოს და ამიტომ ბიჭო ხა მე არასოდ ვინც გაიგო მე არ ვაპირებ დღეს გაგრძელება გადაცემის უბრალოდ ისე ვთქვი просто მომენტ რამე რო იყოს კიდე შევიძლია მეთქი ოღონდ მე კი არ მithქვავს რომ აუცილებლად უნდა გავაკეთოთ ეგ კაია მაგის გაკეთება თქო просто არის ხოლმე ხანდახან რომ მე ვხვდები რომ აი ვсё დღეს ყველაფერი ითქვა და ზემეთი მოგვივიდა და აღარ იყო საჭირო ამ ხალხზე გაგრძელება მაგრამ აი დღეს ეგეთი დღე არ გამოვიდა თქო ოღონდ ამას კომპლიმენტის პონჩი ვამბობ რა რომ კიდე შეგვიძლია მეთქი ჩემი აზრით რავი რომ შენ დაიღალე გაიგე მე ხვალ მაქვს ფუ პოდკასტი და კი იცი რა მიქნა წინა გადაცემაზე იმან מחარამ 4 შაბათს მე ვიდეოს ვიღებთ და აგე 40 წუთიან ვიდეო დავუდე შეჩება იმაზე რა ქვია ჩემ არხზე ანუ საოცარი პერფორმანსი ყო და მართლა מחარას თუ არ გიყვარდა კომენტარებში მიწერდნენ კიდე შე რომ ნუ აგვიანებ ვიდეოებსო 2 თვე ამონტაჟებდი შეჩება ანუ იმ ხელო ვიდეო იყო სანამ ვითამაშე სანამ ჩავწერე და რთულია 40 წუთიანია 40 წუთიანი ვიდეო იყო გადავახმოვანე სტრიპს გაჩვენებ რამხელა სტრიპი მიწერია მეორე რამას ვაკეთებ ხალხო ანუ არ არის ესე რა ამ გადაცემით არ ვიწყება და არ ვთავრდება და ხანდახან 3 საათის მერე რაღაცა რომ თუ ვიტყვი რომ მოურჩეთ ნუ მეჯმევა მაგის გამო რა და ისიც მესმისო თქვენ შეიძლება გინდოდეთ უფრო დიდი ხანი იყოს მერიდება ხოლმე მართლა გინდათ გასვლა და ტატოს მარტო დატოვებაც ხა რა ანუ გავსულ ვარ კიდევ ცოტა დაღლილ ვარ მაგრამ არ მინდა ხოლმე ხა რა ისა მივატოვა ბატონი ვახტანგიც ესე კი შეუძლია ამას 8 საათი გატანკოს მაგრამ მაინც მადლობა სუხთით ჩვენ სპონსორებს ბეცო სპორტი კი მოგახსენეთ რომ გაიცეთ პარტნიორი ამ სეზონიდან და შემდეგ ორ შაბათამდე გემშვიდობებით უკვე მსოფლიო ჩემპიონატი დაწყებული იქნება და ვისაუბრებთ უფრო ვრცლად ეხლა კი ტკბილი საღამო კი ხამე მემბის გააწურინეთ ხამე შემდეგი თან გადაცემა 15-ში ვიძახ